მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში მე-13-ით იმართება. პროექტ საქართველოს ფოსტა, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანი მოზარდებში წერილის წერის კულტურისა და წერილობითი კომუნიკაციის სახალისებაა. რა არის კონკურსის მთავარი თემა და როგორ შეუძლიათ მოზარდებს მასში მონაწილეობა? საქართველოს ფოსტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მაგდა სანიკიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მაგდა, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვან კონკურსზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, მე-13-ით იმართება ჩვენთან. საქართველოში პირველ რიგში მოდით კონკურსის მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება, როგორც გლობალურად, ასევე ქვეყნის მასშტაბით და შემდეგ უკვე ახალგაზრდებისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანი საქმე და ინიციატივაა ეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ სტუმრობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მართლაც მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსი არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უკვე მრავალი წელია ხორციელდება როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში მოზარდები ეცნობიან წერილის წერის კულტურას. აღნიშნული კონკურსი მრავალი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ კონკურსი ავითარებს ლოგიკურ შემოქმედებით აზროვნებას, ემპათიას, კომუნიკაციების უნარს და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნეთ, აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს საქართველოში რიგით მე-13-ით, მსოფლიო მასშტაბით რიგით 55-ით. საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს ტოკიოს კონგრესზე და მას შემდეგ 192 ქვეყნის საფოსტო ოპერატორი ადგილობრივ დონეზე თავიანთ ქვეყნებში მართავენ კონკურსს. საქართველოში საქართველოს ფოსტა როგორც დანიშნული ოპერატორი და შესაბამისად შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში გამარჯვებული კონკურსანტები, მათი წერილები იგზავნება უკვე მსოფლიო საფოსტო კავშირის სათაოფისში, ქალაქ ბერნში და 9 ოქტომბერს ეს არის ფოსტის მსოფლიო დღე, როდესაც გამოირჩევა ის ერთი განსაკუთრებული წერილი და ის ერთი განსაკუთრებული ხმა, იმ ერთი განსაკუთრებული თემით, იმისათვის რომ მსოფლიოს მივაწვდინოთ. სწორედ თემაზე მინდა ჩაგეკითხოთ, საკმაოდ დიდი ტრადიციის კონკურსია, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ და ყოველ წელს არის თემები განსხვავებული. საინტერესოა 2026-ში რა თემაა შერჩეული და ასევე არგუმენტები ამ თემის შერჩევის რა არის? თემა როგორც წესი და ყოველთვის ასეა, რომ მსოფლიო საფოსტო კავშირი ადგენს, თემა არის ერთი, ყველა ქვეყნის და ყველა მოზარდისთვის. არის აქტუალურობიდან გამომდინარე გლობალური საკითხები, ეკოლოგია, უსაფრთხოება, მშვიდობა და ასე შემდეგ. ამჯერადაც ძალიან საინტერესო თემა არის მისწერე წერილი, მეგობრებო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანური ურთიერთობები. კი ბატონო, და ახლა მოდით ჩვენს მაყურებელს და მოზარდებს, რომლებიც გვიყურებენ და შეუძლიათ ამ კონკურსში მონაწილეობა, კონკურსის პირობები ცოტა უფრო ვრცლად გავაცნოთ. საინტერესოა ასაკობრივი ჯგუფი, ვისაც შეუძლია ჩაერთოს ამ კონკურსში და ასევე როგორ უნდა მოვიდნენ თქვენამდე, როგორ უნდა მოგმართონ. სიამოვნებით გაგიზიარებთ, ასაკობრივ ზღვარს რაც შეეხება, ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის კონკრეტული 9-დან 15 წლის ჩათვლით აღნიშნულ ზღვარსაც მსოფლიო საფოსტო კავშირი ადგენს და არა საქართველოს ფოსტა. ესე იგი წერილი შეიძლება დაიწეროს ხელით, წარმოდგენილი იყოს ელექტრონულად კონკრეტული ფოსტის მისამართზე, რომელიც შეიძლება მსურველებმა გაიცნონ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით და შემდეგ უკვე დედანი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში, საქართველოს მასშტაბით 78 სერვის ცენტრი თვით წარმოდგენილები და ნებისმიერი სასურველი სერვის ცენტრი, რომელიც შეიძლება მისამართთან ახლოს იყოს, რომ აღნიშნული წერილი მოვიდეს აი ამ სახით ჩვენამდე. რა თქმა უნდა, წერილის წერის ფორმა უნდა იყოს შენარჩუნებული, უნდა ვიცოდეთ ვინ არის გამგზავნი, ადრესატი, გარკვეული ესე იგი კრიტერიუმები არის, ეს არის 1000 სიტყვას არ უნდა აღემატებოდეს, მნიშვნელოვანია რომ რამოდენიმე ენაზე შეიძლება იყოს შესრულებული, აქაც შეზღუდულები არ ვართ. თარიღებია ძალიან მნიშვნელოვანი, 4 მარტიდან ჩვენ შეგვიძლია რომ მივიღოთ აღნიშნული წერილები 4 აპრილის ჩათვლით. საინტერესოა, სად შეუძლიათ მოიძიონ მოზარდებმა, ვისაც აქვს სურვილი კონკურსში მონაწილეობის, იმ კრიტერიუმებზე ინფორმაცია, რომელიც არის მკაცრად დადგენილი და განსაზღვრული, საქართველოს ფოსტის პროდუქტიული იყოს მათი დაწერილი წერილი.
საქართველოს პოსტის ვებგვერდზე, ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე სოციალური ქსელის საშუალებით, ჩვენი გვერდის საშუალებით, სადაც დეტალური ინფორმაცია არის მოწოდებული და აღვნიშნე, როდესაც დავიწყე საუბარი, რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება აღნიშნული კონკურსი, მნიშვნელოვანია, რომ იმის გარდა ის მახასიათებლები, სადაც შეუძლიათ მოიძიონ მოზარდებმა, ვისაც აქვს სურვილი კონკურსში მონაწილეობის, იმ კრიტერიუმებზე ინფორმაცია, რომელიც არის მკაცრად დადგენილი და განსაზღვრული, საქართველოს პოსტის ვებგვერდზე მათი დაწერილი წერი. საქართველოს პოსტის ვებგვერდზე, ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე სოციალური ქსელის საშუალებით, ჩვენი გვერდის საშუალებით, სადაც დეტალური ინფორმაცია არის მოწოდებული და აღვნიშნე, როდესაც დავიწყე საუბარი, რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება აღნიშნული კონკურსი, მნიშვნელოვანია, რომ იმის გარდა ის მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება წერილობითმა კულტურამ ჩამოაყალიბოს მოზარდში, მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული კონკურსის საშუალებით ჩვენ მოზარდებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ საერთაშორისო გლობალურ აქტუალურ საკითხებში, მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა, რაც რა თქმა უნდა მათ მომავალ წარმატებას ხელს შეუწყობს, ეს არის პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბება. კი ბატონო და საინტერესოა ახლა შეფასების კრიტერიუმებიც, ნამუშევრების შეფასება როგორ ხდება უკვე საერთაშორისო დონეზე და რა გზას გადის ქართველი მოზარდების მიერ დაწერილი წერილები საკონკურსო პირობებში. აღვნიშნავ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩართულობა არის აქტუალური და აქტიური ძალიან 1500-მდე მოზარდმა მიიღო გასულ წელს მონაწილეობა და ვერ გამოვყობ ვერც ერთ რეგიონს, ეს არის დედაქალაქი და აბსოლუტურად ყველა რეგიონი და რა გზას გადის თათია როგორც მკითხეთ. პირველ რიგში აღნიშნული წერილებს კონკრეტული ჟიური ადგილობრივ დონეზე ეცნობა და გამოარჩევს იმ განსაკუთრებულ წერილს, შემდეგ უკვე იგზავნება ქალაქ შვეიცარიაში და 9 ოქტომბერს უკვე საერთაშორისო ჟიური ირჩევს იმ ერთ გამოვლენილ გამარჯვებულს. საინტერესო როგორია წარსული წლების გამოცდილება, უკვე მე-13 იმართება ჩვენს ქვეყანაში და ასევე ჩართულობის მაჩვენებელი რამდენად მზარდია წლიდან წლამდე. წლიდან წლამდე ჩართულობის მაჩვენებელი არის ძალიან მზარდი, 1500 მოზარდი ვახსენე წინა წელს და დარწმუნებული ვარ წელს რაოდენობას ბავშვების მონაწილეობის სურვილების გაიზრდება. რაც შეეხება წარმატებას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, გასულ წელს ჩვენ 5-ეულში მოვხვდით მსოფლიო საფოსტო კავშირმა გამოავლინა ქართველი ბავშვი გვანცა ართმელაძე ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სკოლიდან, რომლის წერილიც განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ემოციურობით დატვირთული. კი ბატონო და საინტერესო იქნება თქვენგან რჩევის მოსმენაც, თუ რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველად ერთვებიან ამ კონკურსში და საინტერესოა გასულ წლებში იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც უკვე აქვთ მონაწილეობა მიღებული, თუ შეუძლიათ რომ კვლავ ჩაერთონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მოუწოდებთ და მოხარულები ვიქნებით, რომ ის ბავშვები, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა, კიდევ ერთხელ იყვნენ მონაწილეები და ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად დეტალურად გაიცნონ იმ კრიტერიუმებს, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პოსტის ვებგვერდზე და შესაბამისობაში წარმოადგინონ წერილი იმისათვის, რომ ჟიურიმ აღნიშნული წერილები განიხილოს. და იმ ფონზე და იმ რეალობაში, როდესაც კომუნიკაცია ძირითადად ციფრულ სივრცეში ხდება დღეისათვის, რა მნიშვნელობის მატარებელია წერის კულტურის შენარჩუნება, კიდევ ერთხელ რომ გავაჟღეროთ, თქვენგან საინტერესო იქნება. ციფრულ ეპოქაში, როდესაც ზოგადად კომუნიკაცია ციფრულ სივრცეში ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია წერილის წერის კულტურის შენარჩუნება, რადგანაც აღნიშნული ჩვენ ხომ ბავშვებს ავთენტურ გარემოში ვაბრუნებთ. ანუ წერილის წერას აქვს თავისი სითბო, განსაკუთრებული ემოციების და ადამიანური ურთიერთობების მატარებელია წერილი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მაგდა სტუმრობისთვის, საინტერესო ინფორმაციის გაჟღერებისთვის. უსურვოთ ყველა ახალგაზრდას მოზარდს წარმატება, ვინც ჩაერთვება ამ კონკურსში. ინფორმაციის მოპოვება, როგორც უკვე აღნიშნეთ, თქვენს სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე შეუძლიათ მათ. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა საქართველოს პოსტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგდა სანიკიძე იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილი წერის საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე მე-13 იმართება.